გამარჯობა, დღეს სირბილის პოდკასტის მე-9 ეპიზოდია. დღეს ვიმყოფებით სამუშაო სივრცე ნეტვორკში და დიდი მადლობა მათ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მორბენალი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარადგინა, არაერთ საერთაშორისო მარათონზე იასპარეზა და საქართველოში მარათონის რეკორდი მას ეკუთვნის. დღევანდელი ჩვენი სტუმარია დავით ხარაზიშვილი. გამარჯობა დავით. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა შენ რომ დაინტერესდი ჩემით. ხალხი გიცნობს, მაგრამ მაინც მინდა ჩემს მაყურებელს უთხრათ თუ ვინ არის დავით ხარაზიშვილი. და მოდი დავიწყოთ მარათონით. შენი პირადი რეკორდით სად და რა დროში ირბინე ეს მარათონი, რომელიც საქართველოშიც კი რეკორდი არის. არა მხოლოდ პერსონალური რეკორდი, არამედ საქართველოში რეკორდია. ამ თემაზე რომ მოგვიყვე. პირველ რიგში იმას ვეთქვი რომ 2015 წელს დავამყარე მე საქართველოს რეკორდი მარათონში. ეს იყო ამავდროულად ოლიმპიური ლიცენზია და 2016-ში გამომგზავრე შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე. მას შემდეგ სამჯერ გავაუმჯობესე კიდე საქართველოს რეკორდი. დღევანდელი ჩემი საუკეთესო შედეგი არის 2 საათი და 11 წუთი, რომელიც სევილიაში დავამყარე. მანამდე იყო 2 საათი და 15 წუთი, მანამდე მაგ შემდეგ იყო 2 და 13:30 და ბოლო უკვე ჩემი საუკეთესო შედეგი რაც დღევანდელი საქართველოს რეკორდია 2 საათი 11 წუთი და 48 წუთი. ანუ 2 საათი და 15 იყო 2015 წელს, ხო? 2 საათი და 17 წუთი იყო პირველი საქართველოს რეკორდი, მანამდე იყო 2 საათი და 23 წუთი. მაგრამ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი რეკორდი და ნუ ახლოსაც ვერავინ ვერ ეკარებოდა ასე ვთქვათ საქართველოში და ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა ყველას და ანუ შენ საქართველოს ისტორიაშიც კი ის გაქვს რეკორდი. საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია კი ბატონო 2015 წლიდან მოყოლებული ყველა ჩემი შედეგი ყველა უკეთესი და უკეთესი. ანუ მე პირველი კითხვა მინდა ეხა რითიც უნდა დავიწყოთ, რომელსაც ყველას უსვამ. როგორ დაიწყო და შენთან ყველა საინტერესოა ალბათ ეს, როგორ დაიწყო ურთიერთობა, შენი ურთიერთობა სირბილთან და როდის? ძალიან მიყვარს ზოგადად ეს კითხვა, იმიტომ რომ ჩემ ოჯახს უკავშირდება და ჩემ ოჯახის ტრადიციებს ასე ვთქვათ. ნუ მამა ჩემი არის ყოფილი საქართველოს რეკორდსმენი 1500 მეტრ დისტანციებზე. არაერთ გზის საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და ეს მამა ჩემი სულ იმას ცდილობდა მთელი ცხოვრება რომ როგორმე გადაობირებინეთ მე და ჩემი და რომ იქნება გვერბინა რომელიმეს. ნუ რა საკმაოდ სუსტი ბავშვი ვიყავი, ჩემი და ყოველთვის მასწრებდა 1 წლით ჩემზე უფროსია და არასოდეს არ მინდა არ მქონია სურვილი რომ მერბინა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რატომღაც არასოდეს არ გამომივიდოდა. მაგრამ ეს ხდებოდა ყოველთვის მოკლე მანძილებზე გვაჯიბრებდა 50-60 მეტრზე ხო რო ჩავდიოდით საზაფხულო რაღაც არდადეგებზე. ყოველთვის ჩემი და მჯობდა და აზრადაც არ მქონია როდესმე ვირბენდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი ჩემგან არ გამოვიდოდა. შემდეგ იყო ფეხბურთი, საკმაოდ კარგად თამაშობდი სხვათა შორის ფეხბურთს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ჭიდაობაზე შევედი, მოვიტე ხელაუწის ცვალი და ამ ლაუწის ცვლის მოტეხვის შემდეგ რეაბილიტაციის გავლა გადავწყვიტე მამა ჩემის მწვრთნელთან, რომელიც მამა ჩემს ავარჯიშებდა, თენგო გელდიაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ამავდროულად როგორც საუკეთესო მწვრთნელი, ასევე საუკეთესო ფსიქოლოგი და მოხვდი თენგოს ხელში, იმიტომ რომ გამევლო ეს რეაბილიტაცია, რომ დავბრუნებოდი ისევ ჭიდაობას. ისეთი ატმოსფერო დამხვდა თენგოს გუნდში, ეს ბიჭები, ვინც რაღაცა არნახული მონდომებით და შრომით ვარჯიშობდნენ და რაღაცა განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა თენგოს გუნდში. ეს თავიდან ბოლომდე თენგოს დამსახურება იყო და ამ თენგოს რაღაც საუბარმა, რაღაც პირველი, მეორე, მესამე დღე, როცა მივედი ვარჯიშებზე მათთან ერთად, ბიჭებთან საუბარმაც რაღაც იმხელა სიამოვნება მომანიჭა, რომ ბიჭებიც მეუბნებოდნენ, მოდი დაიწყე ირბინე რა გინდა ჭიდაობაზე. თან საკმაოდ 29 თუ 30 კილო ვიყავი, 14 თუ 15 წლის ასაკში. ძალიან სუსტი ვიყავი. და ნუ რატომღაც გადავწყვიტე რომ მერბინა, ნუ ეს მამა ჩემისთვის ძალიან ისეთი მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინ მამა ჩემი არ იყო დაკავებული მწვრთნელობით და თენგო იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, ვისთანაც ეს პირველი ეტაპები გავიარე და საკმაოდ მალე სხვათა შორის საქართველოს ნაკრებში მოვხვდი დიდებში, მაგრამ როგორც მამა ჩემი მეც 800 და 1500 მეტრზე საშუალო დისტანციებზე ვიმზადებოდი და ნუ საკმაოდ წარმატებულად.
ნუ ეს იყო როგორც დაუწყე სირბილი და მე ესეა რომ ზოგადად ამ სირბილში ამ ფერხულში ჩაერთვები რაღაცა სისხლი გეწამლებასავი და ნუ აი ძალიან რთულია რომ იქიდან გამოხვიდე. მე მეგონა რომ თავიდანვე მამა შენი იყო შენი მწვრთნელი. როგორც ვიცი დღეს უკვე მამა შენია. ხო, შემდეგ ეგეც რო გითხრა ხო როგორ გახდა მამა შენი მწვრთნელი შენი და ხო, ცოტა ისეთი რთული ამბავია, იმიტომ რომ თენგო გარდაიცვალა. ანუ თენგო იყო მარტო ჩემთვის არ იყო, ზოგადად ძლეოსნობისთვის მთელ ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებული პერსონა, რომელმაც შექმნა გრძელი მანძილები საქართველოში, დღევანდელი გრძელი მანძილები, ვისაც ნუ საუკეთესო გუნდი ყავდა. თენგოს გარდაცვალების შემდეგ ნუ ისე მოხდა რომ ჩვენ დაურჩით მე დაურჩი მწვრთნელის გარეშე და მაშინ არც განვიხილავდი რომ მამა ჩემთან მივარჩენდა რომ მეუთვლი რომ საკმაოდ რთულია როცა მშობელია შენი მწვრთნელი იმიტომ რომ რაღაცა ოჯახური სიტუაცია შეიძლება იკამათო მშობელთან მე ვარჯიშზე უნდა მიხვიდე და რაღაცა ეს დისკომფორტი ყოველთვის მქონდა მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი რომ საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში მის სისტემა ინდივიდუალური რომელიც არც ერთ სისტემას არ გავს ბევრ საერთაშორისო მწვრთნელთან მიმუშავია მის სისტემა არის აი ურთულესი, მაგრამ თუ გინდა რომ შედეგზე გახვიდე და საერთაშორისო დონეს დაეციო და იმათ დონეზე იყო, ალბათ მამა ჩემის მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესოა, მე ვისთანაც მიმუშავე. მაგრამ ყოველთვის ეს ბარიერი ქონდა ჩვენ რომ ეს რაღაც მამაშვილობა, აი გუნა მეკითხა ზუსტად როგორ აბალანსებს. მამა ჩემი ესეთი დონის მწვრთნელი რომ არ ყოფილიყო მამა ჩემი, მე არც დაუფიქრდებოდი და სხვა მწვრთნელთან, მაგრამ მე იყო ისე რომ როცა მარათონში დაგჭირდა, როცა მარათონზე გადავწყვეტეთ უკვე მომზადება, მაშინ დაგჭირდა უკვე მარათონის სპეციალისტი, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ არ მოიძებნებოდა და დღესაც სამწუხაროდ არ მოიძებნება, ამიტომ საზღვარგარეთიდან დავიხმარეთ პროფესიონალი მწვრთნელი და ერთობლივი ძალებით მამა ჩემი და პრებალტიკიდან იყო, ლატვიიდან იდეალური და ძალიან მაგარი მწვრთნელი, რომლის მეუღლეც პროკოპჩუკო იყო ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი და ნუ საკმაოდ მაღალი დონის მარათონელი. მისი მეუღლე იყო, მისი მწვრთნელი და მეც მასთან გავიარე, დავიწყე მზადება. რა თქმა უნდა, მამა ჩემის მეთვალყურეობით და ერთობლივი ძალებით ვარჯიშობდით. მე შემდეგ მოხდა ესე, რომ ჩავიხსენით ეს მწვრთნელი, იმიტომ რომ რაღაცა პირადი გაუგებრობები მოხდა. რაღაცა მენტალური ამბები იყო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, ამიტომ გადავწყვიტე რომ მამა ჩემი ყოფილიყო, ჩემი მწვრთნელი. შემდეგ უკვე იყო ოლიმპიადა, შემდეგ უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს. მაგრამ ეს ჩვენი შედეგები ვატყობდით, რომ ანუ არ ვითარდებოდა, წინ არ მიდიოდა, ამიტომ კიდე დავიხმარეთ საზღვარგარეთიდან, ევროპიდან ერთ საკმაოდ გამოსილი წარმატებული მწვრთნელი და ეს მას შემდეგ იყო უკვე ორი საქართველოს რეკორდი. მანამდე უკვე ჩემი რეკორდები გავაუნჯობესე უკვე დაახლოებით 5 წუთით და ნუ დღევანდელი პერიოდი ისეა რომ მამა ჩემი და ეს დამხმარე ანდრეი დღემდე ხო ორივე მწვრთნელი ამას პლუს ჩემი მენეჯერი რომელიც გეგმავს ჩემ შეჯიბრებებს ერთობლივად და ნუ საკმაოდ კომფორტული პირობები მაქვს დღეს რომ შედეგი გავაკეთე. და შეცვალეთ, მგონი მწვრთნელი, ხო? როგორც მითხარი და აი რა შეიცვალა, რა შეცვალა და რა იყო ეს ყოველთვის? ხო, საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ არ არსებობს მეთოდიკა და სისტემა, რომელიც ნებისმიერ და ყველა სპორტსმენზე ინდივიდუალურად და ყველაზე კარგად მოქმედებს. ჩვენ როგორც გითხარი რომ რაღაცა ჩავარდნა მქონდა და შედეგზე 3 წელი ვიყავი გაყინული და უარესი და უარესი შედეგი იყო ჩემი, ახლოსაც ვერ ვეკარებოდი ჩემს საუკეთესო შედეგს. ამის შემდეგ გადავწყვეტეთ რომ შეგვეცვალა მწვრთნელი. მაშინ გამოჩნდა ანდრეი, რომელმაც მანამდე გამოთქვა მზაობა და სურვილი რომ გახდებოდა ჩემი მწვრთნელი, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული ვიყავი ევროპელი მწვრთნელებისთვის, იმიტომ რომ 23 წლის ასაკში უკვე ოლიმპიური ლიცენზია 2 საათი და 16 წუთი ისეთი იყო, რომ დიდი პერსპექტივა აქვს ესეთ ახალგაზრდას. მაგრამ მაშინ საუბარში უარი უთხარი, იმიტომ რომ უთხარი რომ მყავდა მწვრთნელი, რომელთანაც გავდიოდი მზადებას. და მე თვითონ რომელიღაცა აღარ მახსოვს რომელი შეჯიბრი იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი და ძალიან დიდი ძალისხმევით ვარჯიშობდი,
გავიარე დიდი მზადება და შედეგი საერთოდ არ მქონდა სახში დაბრუნებულზე უთხარი რომ თუ ისევ გაქვთ სურვილი რომ გახდეთ ჩემი მწვრთნელი მინდა რომ ვცადოთ და დაახლოებით 1 წლის მუშაობის შემდეგ ისევ გავაუმჯობესე შედეგი და დღევანდელ დღემდე მოვედი და დღეს უკვე 2 საათი და 11 წუთია ეს ელიტარული შედეგია მარათონისთვის რომელიც დიდი ლომისვლელი მიუძღვის მას და არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. და რა მიდგომა შეცვალა ესე კონკრეტულად რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს სისტემაა თავიდან ბოლომდე გათვლილი, რა ვარჯიშის შემდეგ რა კეთდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ იყო მიზეზი, ხო? მაგრამ ეს მისი სისტემა იყო ჩემზე მორგებული. ეს არ ნიშნავს, რომ ის ძველი სისტემა ჩემზე რადგან არ იყო შედეგი ცუდია. მაგრამ ვთვლი რომ ეს სისტემა ჩემზე მორგებულია. შენზე მორგებული არის პროგრესები. ამიტომ ნუ ყველა მწვრთნელს აქვს თავისი მიდგომა, თავისი სისტემა. მამა ჩემზე აღნიშნა რომ მისი სისტემა არის მეთქი ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ვისთანაც მიმუშავია მეთქი. მაგრამ დღესდღეობით მამა ჩემი სისტემით მე არ ვარჯიშობ. მაგრამ ვთვლი რომ თუ ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად ჩემი პროგრესი დადებითისკენ არ იქნება გადახრილი. ვთვლი რომ ანუ საკმაოდ რთულია ესეც რომ სისტემა შეიცვალო, იმიტომ რომ ორგანიზმი თავიდან ბოლომდე უნდა ადაპტირდეს სხვა სისტემაზე, ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პერიოდია. ამიტომ კიდევ რაღაც პერიოდი, იმიტომ რომ 2 საათი და 11 წუთი ესეც შედეგია, რომ თუ შენზე კარგად არ არის მორგებული სისტემა, შეუძლებელია რომ ეს შედეგი გააკეთო. ამიტომ ისევ ამ სისტემას მივყვებით, მაგრამ ალტერნატივა არის მამაჩემის სისტემა, რომელიც მგონია რომ საუკეთესოა მსოფლიოში. რამდენი წელია ანუ მამაშენია შენი? 2016 წლიდან უკვე 10 წელია მამაჩემი მწვრთნელი. და აბა ეხლა მაგას როგორ გვეტყვი, როგორ აბალანსებ? ზუსტად ეგ კითხვა მქონდა მომზადებული, რომ აი როგორია იყოს თან მამა და თან შენი მწვრთნელი. ხო, მე ვფიქრობ, რომ როგორც მამა, იმაზე კიდევ უკეთესი მწვრთნელია და კიდევ უფრო უკეთესი მამა. ანუ ვერ განვასხვავებ, რომ რომელი უკეთესია, მაგრამ შვილისთვის ალბათ რაღაცა ბარიერები იქნება, ზოგადად რანუ არ არსებობს მამა-შვილის შორის ალბათ საქართველოში, სადაც რაღაცა ოჯახური კონფლიქტი შეიძლება არ მოგივიდეს. ამიტომ მე უკვე ვარჯიშებზე რაღაცა არ გინდა წასვლა, არ გინდა დაუჯერო და ასე შემდეგ, ან შენი აზრი გაქვს, ის რაღაცა ხათრი ის იმდენად არ გაქვს და ასე შემდეგ და ეს დისკომფორტი ყოველთვის გქონდა. მაგრამ ამას აბალანსებს ეს ჩვენი მესამე მწვრთნელი, რომელიც ხო გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმიტომ რომ მისი გეგმა არის ძირითადი და მამაჩემის შემდეგ უკვე ამ გეგმას აინტეგრირებს, ასე ვთქვათ, საქართველოს დონეზე, სად შეგვიძლია ვივარჯიშოთ, იმიტომ რომ საქართველოს შეიძლება ის პირობები არ გვაქვს, რაღაც გეგმაში გვიწერია, ვთქვათ, რომ უნდა ირბინო, ვთქვათ, კილომეტრები აღმარზე 10 ჯერ, მაგრამ შეიძლება ეს რელიეფი სიტუაცია არ გვაძლევს ამის საშუალებას და მამაჩემი ცვლის ამ ყველაფერს და აბალანსებს ჩვენ პირობებთან, რაც საშუალება გვაქვს. ამიტომ ის ბარიერი უკვე რომ აი შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ვარჯიშების, ეს ბარიერი უკვე აღარ არის და შესაბამისად პირიქით, როცა არ არის ჩემ გვერდში მამაჩემი ვარჯიშებზე, ის მუხტი არ მოქვს. იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული აურა აქვს და ატმოსფერო და როცა მამაჩემი ჩვენ გვერდში არის, ჩემ გუნდთან, რაღაც ის ვარჯიში უფრო რაღაც სხვანაირი, უფრო წარმატებული და უფრო ესეთი დადებითი გამოდის ყოველთვის. იცი რა მაინტერესებს, როდის მიხვდი, რომ სირბილი, ესე ვთქვათ, მხოლოდ ჰობი არ იყო შენთვის და უკვე პროფესიად ქონდა რა? საკმაოდ ჯიუტი ხასიათი მაქვს. როცა გითხარი რომ თენგოსთან დავუწყე ვარჯიშს და მალევე მოვხვდი საქართველოს ნაკრებში. მაშინ ჩემი ოცნება ის იყო რომ ძლიერ გარბენში მოხვედრილი ყავ, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ ბევრი ადამიანი დარბოდა და 1500-ზე ან 800 მეტრზე იყო რამოდენიმე გარბენები საქართველოს ჩემპიონატზე ან თბილისის პირველობაზე ან ასე შემდეგ. და ანუ ის კი არ მქონდა ოცნება რომ მომეგონა სამოულში მოხვედრილი ყავ ძლიერ გარბენში, სადაც 10-12 კაცი იყო, იმ ძლიერ გარბენში იმ დონეზე მივსული ყავ, რომ იქ მოხვედრილი ყავ. როცა უკვე პირველად მოხვდი ძლიერ გარბენში და ის აცხადებდნენ, ეს გამომიძახეს, რომ დავით ხარაზიშვილი მესამე გარბენი, ყველა ძლიერი გარბენი, ბოლოა მესამე გარბენში.
მაშინ უკვე ეს რაღაცა ვიგრძენი, რომ რაღაცა მეც, იმიტომ რომ მაშინ საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი იყო, სულ ესეთ ჩემთან შედარებით 10 და 12 წლით უფროსები იყვნენ ამ ძლიერ გარბინში და ეს ყველაზე პატარა მონაწილე გამოვეჩხირი, ასე ვთქვათ, ამ ძლიერ გარბინში და ეს რაღაც მივხვდი, რომ ეს მოდი რა, მივაწვევ ბოლომდე და მარტო ის კი არ არის. 13-14 წლის. და მარტო ის კი არ არის, რომ აქ ძლიერ გარბენში ვარ მოდიო და ამათაც მოვუგებ და იყო მე 2013-2014 წელი იყო, აღარ მახსოვს. ყაზბეგში მოვიგე პირველად ნახევარ მარათონი ვირბინე და 2014 წლიდან დღემდე საქართველოში წაგებული არც ერთი შეჯიბრი არ მაქვს. წეგან სანამ დავიწყებდით ჩაწერას, მითხარი, რომ 5 წლის ვიყავიო, ხო? პირველად რომ გამოხვედი ხო, ეს ჩემი პირველი თასი და მედალი. რაღაც მოიგე და ეგეც რომ მოგვიყვა. ხო, მაშინ აზრათაც არ მქონია სირბილი, უბრალოდ მამა ჩემი ვეტერანებში გამოდიოდა მაშინ შეჯიბრზე. თბილისის ზღვაზე იყო, როგორც მითხეს, იმიტომ რომ მე არ მახსოვს. თბილისის ზღვაზე ტარდებოდა 10 კილომეტრი და 21 კილომეტრი, მაშინ მანქანა თამაშდებოდა, რომელიც მამა ჩემმა მოიგო. მაგდონაზე იყო, რომ სამწუხაროდ დღეს იმედია დღესაც გაადამაშა. მანქანა რო თამაშდება, და მაშინ იყო პატარა ბავშვების გარბენი 500 მეტრიანი ან 1 კილომეტრიანი, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველაზე პატარა მონაწილე მე ვიყავი და როგორც ყველაზე პატარა მონაწილე დამაჯილდოვეს, დამაყენეს კვარცხლბეგზე პირველ ადგილზე და თასი რო დამედეს გვერდში, ჩემზე მაღალია. დღემდე მაქვს სხვა შორის ის თასი და ეს ჩემი მედლების რაღაც 30% ზედ არის ხო დაკიდებული. კი ეს არის ჩემი პირველი ესე ვთქვათ მედალი და თასი, თორემ მაშინ არც ვარჯიშობდი და არც აზრად არც 5 წლის. მაგრამ გონი მაქედან დაიწყო სიყვარული შეიძლება სირბილის და იმედია ნიკოლასაც უკვე უყვარს სირბილი. იცი რა მაინტერესებს, როდის მე თუ გქონია ის, რომ აღარ გდომებია სირბილის გაგრძელება და საკმაოდ ბევრჯერ, ანუ ზოგადად პროფესიონალური ძლეოსნობა საქართველოში საკმაოდ რთულია. შორდა როგორც არ უნდა ჩანდეს. ანუ არის ძალიან ბევრი გარე ფაქტორი, რაც ხელს უშლის შენ განვითარებას. ინფრასტრუქტურა, ხელშეწყობა, რაღაცა იცი როგორ არის, რომ მარტო იმის გარდა რომ არ არის პირობა რომ მოემზადო პროფესიონალურად, ამის გარდა არის ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი. სამწუხაროდ ის საქართველოში. ხო, საქართველოში რა თქმა უნდა. და არა სხვა. იყო პირველად 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ, რომელმაც საკმაოდ ცუდი გამოხმაურება გამოიწვია ჩემზე, იმიტომ რომ არ ვიცი რატო ქონდა ხალხს ეს რაღაცა ჩემზე გამუქებული წარმოდგენა, რომ შემეძლო მედლის გაკეთება. 23 წლის ვიყავ ოლიმპიადაზე და კიპჩოგესთან და სხვა მორბელებთან ერთად, რომელიც YouTube-ზე მყავდა მარტო ნანახი ამათან ერთად სტარტზე აღმოჩნდი და 23 წლის ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი ოლიმპიადაზე. მარათონში და ხალხი ელოდა რატომღაც შემდგარ რაღაც განსაკუთრებულს და რაღაც მეხის გავარდნას, მაგრამ ვიტყვი რომ 155 მონაწილეიდან 71 ადგილი დავიკავე. ნახევარზე მეტი მსოფლიო საუკეთესო მორბენლებში გავასწარი და საკმაოდ წარმატებული ბოლო ადგილები რომ მორბოდნენ ფინიშზე და რაღაც აი ბედნიერები და ოვაციებით ხვდებოდა ხალხი და ეს ამათვის ძალიან დიდი წარმატება იყო. ანუ სხვასაც შეუძლია ოლიმპიადაზე წასვლა, ეს ანუ ნახე ლიცენზიის შესრულება. ლიცენზია შევასრულე ბერლინში და წავედი ლიცენზიით. ეს ლიცენზია ბარა ეგეც რო გითხრა აქვე გითხრა 2015 წელს მოვიპოვე ლიცენზია, მაშინ იყო მარათონულ რბენაში ოლიმპიური ლიცენზია 2 საათი და 18 წუთი. აჰა. 2 საათი და 17 წუთი ბოდიში და მევირბინე 2 საათი და 16 და 17 ძამი. მაშინ მე და მამა ჩემი ვიყავით ბერლინში, ჩემი პირველი გასვლითი მარათონი იყო და რაღაც აი რო არავინ არ ელოდა რომ შეიძლება მარათონში ოლიმპიური ლიცენზია გააკეთდეს. მაშინ 22 წლის ბავშვმა, ასე ვთქვათ, ანუ მარათონისთვის ბავშვია, 22 წლის კაცი ვიყავ, მაგრამ მარათონულ რბენაში ეს ძალიან პატარა ასაკია. მე თუმეტეს ევროპელისთვის. 22 წლის ბიჭმა გავაკეთე ოლიმპიური ლიცენზია და გავამგზავრე ოლიმპიადაზე. და ეს ჩემთვის ვთვლი რომ ყველაზე დიდი წარმატება იყო ჩემ კარიერაში. და რო წავიკითხე გავგიშ. ამის შემდეგ ანუ ხო ეს უბრალოდ 71 ადგილი რო გამოაცხადეს ჩვენ ქართველები მიჩვეული ვართ რომ მე-4 ადგილით ჩვენთვის წაგებაა და მე-3 ადგილით ახლა თუშიშვილი და ლიპარტელიანი რო ჭიდაობდნენ და მე-3 ადგილი დამწუხრებული იყო მთელი საქართველო და დავმარცხდით. და 71 ადგილი ისე ჟღერდა რომ აი რაღაც ამარცხინო და
რაღაცა ისეთი კომენტარები იწერებოდა, მაშინ ვთვლი რომ ანუ რის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს რა. ჩემი ქვეყანა თუ არ მიფასებს, მოდი აღარ მინდა სხვა რამეს გავაკეთებ. ამდენი წვალება, ამდენი შრომა. ეგ იყო მე ანუ ოჯახი იყო პირველ რიგში იმის ფაქტორი, რომ გადავლახე ეს კრიზისი. საკმაოდ დიდი ჩავარდნა მქონდა 3 წლის განმავლობაში, საერთოდ შედეგი ვერ გავაუმჯობესე ესე ვერცერთ დისტანციაზე ამის შემდეგ. იმიტომ რომ ეს რაღაც ის მუხტი და мотиваცია ხო დავკარგე რატომღაც. მე ესე ოჯახი იყო მამაჩემი და ჩემი ოჯახი იყო იმის საფუძველი, რომ ისევ ახლიდან და შემდეგ უკვე როცა გავაუმჯობესე შედეგი, მე შემდეგი ოლიმპიადაც ასე ვთქვათ იგივე ნაირად იყო, რომ შემდეგ ოლიმპიადაზეც ესე მოხდა. ოლიმპიადას ვემზადებოდი, ჩამოვედი კენიაში გავიარე მზადება და გამომიცხადეს, რომ შენ ოლიმპიადაზე ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ დავაგვიანეთ იმების გაგზავნა, რეკვიზიტების გაგზავნა. ეს როდის? ეს 2021-ში, 2020-ში იყო ოლიმპიადა, მაგრამ ერთ წელი გადაიდო კოვიდის გამო და 2021-ში მითხრეს, რომ შენ ვერ მიდიხარ. ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ოლიმპიური კომიტეტიდან მოიწერეს, რომ ყველანაირი ვადა გასულია უკვე. ეს იყო კიდე მეორე ამბავი, როცა გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა სპორტის გაგრძელება. მაგრამ ამის შემდეგ იყო ეს გარდამტეხი პერიოდი კიდე, ეს ჩემი ახალი რეკორდი, ევროპის ლიცენზია და ასე შემდეგ და დღესდღეობით ვთვლი, რომ მე ამას ინდივიდუალური ადამიანების გამო, ვინც საერთოდ ჩახედული არ არის ამ საქმეში, ამათვის არ ვაკეთებ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახისთვის და იმის მე არასოდეს არ ვიყავი ხოლმე მომხრე იმ ტრეს ჯინაზე, არა, ჩემი ოჯახის და ჩემი ქვეყნის ჯინაზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და ესეც გავაგრძელებ სანამ შემიძლია. ეხლა ახსენე ევროპის ლიცენზიაო და ესეც რო გითხრა ზუსტად რას ნიშნავს ეს ევროპის როგორც როგორც ოლიმპიადა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ევროპის ჩემპიონატის მოითხოვს რაღაც გარკვეული დონის შედეგს, რომელიც უნდა დააკმაყოფილო, რომ შემდეგ მიიღო მონაწილეობა. საქართველოში პირველი ვიყავ, ვინც ოლიმპიურ ლიცენზია შეასრულა მარათონულ ბენაში, ასევე პირველი ვიყავ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია შეასრულა მარათონულ ბენაში და ასევე ევროპის ლიცენზია შეასრულა. ეს პერიოდი იყო, როცა ევროპაზე გავამგზავრეთ ეს ოლიმპიური ამბები დაემთხვა მაგ პერიოდს და მაშინ საერთოდ აღარ ვარჯიშობდი, ასე ვთქვათ, ხელი მქონდა ჩაქნეული და მაშინ ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ გავამგზავრეთ და მონაწილეობა არ მიგვიღია. არ მიმიღია, ხო, ეს ევროპის ჩემპიონატი სამწუხაროდ გავაცდინეთ, რომ სადაც შეგვეძლო საკმაოდ მაღალი ადგილი დაგვეკავებინა და შეიძლებოდა კვარცხლბეკიც რატომაც არ. იცი ახლა უცებ მას დავფიქრდი ხო არ აპირებ? რა ქვია, 7 მარათონი, 7 არ არის, თავარი მარათონი ტოკიო. ხო. ან მანდაც უკვე შენ შეგიძლია. მერვე? ეხლა რო იბინა გიფჩოგემ ალბათ? ეგ? ხო. აფრიკაში. ძალიან ანუ უკვე ხო. ანუ მანდ უკვე შენ შეგიძლია თავისუფლად რომ მიიღო, შენ აღარ გჭირდება ხო წინასწარ რაღაც ლიცენზია უკვე თუ გაქვს. არა, ნახე, ამ მარათონებზე მე არა მარტო მონაწილეობის მიღება შემეძლია, არამედ მე როგორც ელიტარული მორბენალი, ჩემი მენეჯერი აგვარებს ამასთან, მე თანხასაც მიხდიან, რომ სტარტზე გამოვიჩნდე. ამაზე, ანუ ნებისმიერ მარათონზე მსოფლიოში რა სტარტდება. ახლა ჩვენ სექტემბერში გვაქვს დაგეგმილი, ოქტომბერში გვაქვს დაგეგმილი ჩიკაგოს მარათონი, ასევე სექტემბერში ბერლინის მარათონი და უბრალოდ 2 კვირა თუ 1 კვირა განსხვავება შუალედი და ნავარჩიოთ უკეთესი ჩვენთვის რომელიც იქნება ამას ჩემი მენეჯერი და ჩემი მწვრთნელებიც ხვიტავენ. ამიტომ სექტემბერი, ოქტომბერი ასე ვთქვათ შემოდგომის სეზონი ჯერ დაგეგმილი ესე ოფიციალურად არ გვაქვს. მაგრამ დიდი ალბათობით ეს ან ბერლინი ან ჩიკაგო იქნება. ანუ ეხლა ყველაზე ახლო მომავალი შემოდგომის სეზონი სექტემბერი, ოქტომბერი. აჰა, ანუ მაგისტვის ემზადები რეალურად ეხლა. რაღაცნა მეკითხა კიდე, სულ თავიდან რო დაიწყე, მოყოლა რომ მე და ჩემი და სკვარბენი, შენმა დამ გააგრძელა სირბილი? საინტერესოა შენ გასწრებდა და ძალიან ნიჭიერი იყო. შემდეგ ჩოგბურთზე დადიოდა და ჩოგბურთშიც ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ შემდეგ რატომღაც აღარ მოინდომა სპორტის გაგრძელება, არაჩვეულებრივი ორი შვილი ყავს, ორი ბიჭი. არაჩვეულებრივი ოჯახი და ესე სპორტს სამწუხაროდ შენ გაასწარი საბოლოოდ. საბოლოოდ ჩვენი შეჯიბრი ისე დასრულდა, რომ მან მოგიგო. კი ბატონო. შეუძლია სიამაყი თქვას.
მგონია ასე ვიცი პასუხი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო. რომელი უფრო რთულია, ვარჯიში თუ უშუალოდ რეისი, გარბენი? ხო, ესე ამის თქმა საკმაოდ რთულია, ანუ ესეთი შეხედვით რა თქმა უნდა ვარჯიში უფრო რთულია, ხო? ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ვარჯიშობ იმ ერთი კონკრეტული დღესთვის, ხო? და იმ ერთ დღეში მთელი შენი ნავარჯიშები უნდა გამოავლინო, ხო, ესე ფაქტი. ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, თვითონ როგორც პერიოდი დაახლოებით 6 თვიანი, 4 თვიანი, 5 თვიანი პერიოდი, ესე რო შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია. მაგრამ ამ ყველაფრის, ანუ ასე ვთქვათ, როცა მათემატიკაში ემზადები და შემდეგ გამოცდა უნდა დაწერო, ხო? ხო, რა თქმა უნდა, რთულია ალბათ უფრო ვარჯიში, მაგრამ უფრო საპასუხისმგებლობო და უფრო მთავარი რეისი. ასე ვთქვათ, ერთმანეთთან შედარება ცოტა მგონია, რომ შენ შემთხვევაში მართან, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს თვითონ შეჯიბრზე. ხო, ნახე, არის მე ბევრჯერ მომისმენია, რომ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან და რატომაც არა, რაც იქნება, ანუ ესე ჩემ შემთხვევაში ესე რაც იქნება, არა. შენ არ უშვებ იმას, რომ შეიძლება რაღაცა ისე იყოს, იმიტომ რომ შენ ამისთვის ყველაფერი გაქვს, ყველაფერი გადადე, ყველაფერზე უარი თქვი. ძალიან ბევრი შრომ ეწვალე შენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია, ვინც შენი იმედი აქვს, ვინც გავარჯიშა, შენზე დრო დახარჯა ასე შემდეგ და შენ უბრალოდ სიამოვნება მივიღო და რაც იქნება, ესე ამ განწყობით ვერ დადგები სტარტზე. ანუ შენ ამ ყველაფერს ამ დიდ პასუხისმგებლობას აანალიზებ და სტარტზე დგები და ეს მთელი შენი 6 თვის ნავარჯიშები თუ რაც იქნება ნავარჯიშები ეს იმ 2 საათ ნახევარში თუ 2 საათ 10 წუთში ეს ყველაფერი უნდა ჩადო. ამიტომ ძალიან ძნელია ეს ორი რაღაც რო შეადარო ერთმანეთს. ხო, რომ დაგისვი, ახლა მივხვდი, რომ შენთან ეს სხვა პასუხი იქნება და უკვე მივხვდი, რომ შენთვის შეჯიბრი ხა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ჩვენთვის და ნებისმიერი მორბენისთვის. მე მგონი, რომ შენ გირბენია ასევე სამთო გარბენებიც, მაგრამ აღარ ჩანხარ დღეს არსად, არც ერთ სამთო გარბენზე აღარ ჩანხარ. მაინტერესებს მიზეზი, რატომ აღარ უბრალოდ არ გაინტერესებს ზოგადად სამთო გარბენები, ამით ვერ იღებ სიამოვნებას. ამაში ალბათ ან პასუხისმგებლობა სამთო გარბენზე ეგეთი არ გექნება, როგორც თქვათ ტრასის მარათონზე, ხო? ჩვეულებრივ მარათონზე. აქ შეგილია სამთო მარათონზე, ვფიქრობ შეგილია სიამოვნების მიღება. შენც და რატომ ხო რა არის მიზეზი, რატომ აღარ? ხო, მე დიდი ხანია მორჩი ისეთი პასუხების გაცემა ზოგადად, რომელიც პოპულარულია და ვიღაცებს შეიძლება გულზე არ მოხვდეთ. ანუ სიმართლე ის არის, რომ როცა მივიღე მონაწილეობა, კი, პირველად როცა ამ პროფესიონალური სპორტში ვარ, პირველად როცა დაანონსდა ეს სამთო გარბენი, ძალიან საინტერესოა, ანუ ზოგადად განვითარების მხრივაც ძალიან კარგია, რატომაც არა. მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე სხვადასხვა მარათონში, 21 კილომეტრიანი იყო, მგონი კოსტფაზე ტარდებოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც მე მინახავს საქართველოში რაც ტარდება, ანუ იცით რა არის, ანუ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კომპანია, ან ორგანიზაცია, ან ინდივიდუალური პირი ატარებს შეჯიბრს. მთავარი არის პატივისცემა მორბენლების მიმართ. მე ვთვლი, რომ საქართველოში რაც კი როგორც არ შეიძლება არამოსაწონი იყოს ვიღაცისთვის, ესე ვთვლი, რომ სამთო გარბენები საქართველოში რა სტარდება. ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი, არ შეესაბამება იმას საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც საზღვარგარეთ ხდება, იმიტომ რომ ანუ ეს თუ არის გათვლილი მხოლოდ მოყვარულებზე, რომ ვიღაცა გაერთოს და ასე შემდეგ, მაშინ არ გვესაქმება არაფერი პროფესიონალ მორბენლებს. მაგრამ თუ არის გათვლილი პროფესიონალ მორბენლებზე, რომელიც შეიძლება მოემზადოს კონკრეტულად ამ შეჯიბრისთვის და გაცილებით დიდია შეიძლება რეგისტრაციის თანხა, ვიდრე რაღაცა დაჯილდოების თანხა, ანუ შენ უბრალოდ პატივისცემას არ გრძნობ ორგანიზატორების მხრიდან, შეიძლება გააქვს ისე და 30 კილომეტრი მთაში წარბენი, წახვიდა ირბინო შენთვის და შეჯიბრზე მონაწილეობა არ მიიღო, იმიტომ რომ ეს პატივისცემას ვერ გრძნობ შენ. მივესალმები, რა თქმა უნდა, როგორი შეჯიბრიც არ უნდა ჩატარდეს საქართველოში, იმიტომ რომ რაღაც პოპულარიზაცია ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის სირბილის. კი ბატონო, ძალიან ბევრი მოყვარული იღებს ამაში მონაწილეობას, რომელსაც რაღაც ალბათ გარკვეული მიზანი და რაღაცა ის არ აქვს. მაგრამ თუ ორგანიზატორი მეუბნები, რომ იცი რა, ეს პროფესიონალური შეჯიბრია და შენ მოემზადე ამისთვის
და მე ჩავატარებ შეჯიბრს, რისთვის უნდა მოვემზადო, ხო? მთაში ისედაც ახვალ და ირბი. ანუ ეს რაღაცა ეს მე სიმართლე გითხრა მიკვირს რატო არავინ არ საუბრობს ამაზე, რომ ანუ ეს პატივისცემა არ იგრძნობა, ესე მგონია. იმიტომ არ საუბრობს, რომ ძალიან ცოტა პროფესიონალი მორბენალი ყავს ხო, თითქმის სამწუხარო, ამიტომ პროფესიონალი მორბენლები თითქმის არ იღებენ მონაწილეობას, ხო, სამთო სერბილებში. ანუ შეიძლება ორგანიზატორების გათვლა ესეც არის და იმათთვის არა აქვს ეს რაღაც დადებით დოგმა, რომ გინდა თუ არა მორბენლებმა მიიღონ ისეთება მონაწილეობას, ვინც რაღაც კონკრეტულად რაღაცა დონის შედეგებს გააკეთებს. არ შეიძლება მას ან მასობრივ იმაზე აქვს გათვლილი რაოდენობაზე ხალხის. მივესალმები. უფრო მაგაზე აქვს. მივესალმები, ძალიან კარგია, ხალხი რაც უფრო მეტი იქნება ჩართული, მაგრამ თუ პროფესიონალებს ეხება უკვე საქმე, რომ შენ უნდა მოემზადო ამისთვის კონკრეტულად და რაღაცა ენერგია და შენი დრო დახარჯო, მაშინ ითხოვ როგორც პროფესიონალი, ითხოვ რომ რაღაც პროფესიონალად მოგიდგნენ და დაფასებული იყოს შენი წვარა, შენი რაღაცა ენერგიის დახარჯვა და რაღაცა ჯაფა, ხო? ამიტომ ვთვლი რომ სანამ ესე იქნება, ალბათ მე ყველას ვურჩევ რომ მიიღონ მონაწილეობას, რატომაც მონაწილეობა, რატომაც არა. ამას არაფერი არ ჯობია, ვითარდებიან, რაღაც ვარჯიშობენ, ერთობიან, ჯანსაღი ცხოვრების წესი ინერგება საქართველოში, მაგრამ მე როგორც პროფესიონალი მორბენალი ისე არ გამიგო რომ თავს ვამატებ იმას. არა, ზუსტად მესმის და მაგ მხრივ რატომაც ამიფიქრია და ეს სანამ დაფასება არ არის, მანამდე მე ვთვლი რომ შეიძლება არ მოიგო საერთოდ, ვერ მოიგო, მაგრამ მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ ვთვლიდე რომ გაფასებენ და იცი რა მინდა, აი ყველაფერი სხვანაირად იყოს, მაგალითად. სამთო გარბენზეც ეგეთი პასუხისმგებლობა, ანუ აუცილებლად მოგებისთვის მოემზადებოდი თუ სიამოვნებას ხო, ნახე, ანუ მე ვარ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მძლეოსნობაში. ანუ მძლეოსნური სახეობა სამთო სირბილი არ არის. ხო, ვიცი რა, მაგიტომ გეკითხები, რომ მძლეოსნური სახეობა როიწყება 60 მეტრიდან დახურულ დარბაზში. მთავრდება მარათონამდე. კი. ესეთი გარბენები, საგზადკეცილო და ამ შემდეგ ეს მძლეოსნურ სახეობებში არ შედის. ანუ მე როგორც პროფესიონალი მარათონელი და საქართველოს ნაკრების წევრი, პასუხისმგებლობა მაქვს, მე ამაში ხელფას მიხდიან, რომ საქართველოს სახელი გავიტანო საზღვარგარეთ საქართველოში და მივიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში და საზღვარგარეთ მარათონულ რბენებში ან 5 კილომეტრზე, 10 კილომეტრზე ან ასე შემდეგ. ეს სამთო გარბენები არის უბრალოდ რაღაც ბონუსად დამატებით შენი სიამოვნებისთვის გაკეთებული, რომელიც სიმართლე გითხრათ ძალიან რთული გადასაწყვეტია, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი რისკი ტრანვის, რომელიც შეიძლება მოგიტრიალდეს ფედერაცია და გითხრას, რომ რატომ იღებ მონაწილეობა სამთო გარბენში, როცა ევროპის ჩემპიონატია წინ და ხო ხვდები. ანუ შენ ხელფას ამაში არ გიხდენ, ეს მე პროფესიონალი ვარ, ეს ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა. ამიტომ ეგ რისკ ფაქტორიც არის და ეგ ბარიერიც არის, რომ ვერ იღებ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი შანსია მან ტრამვის მით უმეტეს რაც უფრო დიდია სისწრაფე და მით უფრო დიდია ტემპი, მით უფრო მეტია შანსიც რისკი შანსი იმის რომ მივიღოთ რა. კი, გასაგებია. რამე ისეთი უცნაური რამე ხომ არ გადაგხდენია რეისის დროს? რამე ხო ვერ გაიხსენებ? შეიძლება კარგი შეიძლება ცუდი. ხო, ალბათ ესე განსხვავებული რამე ისეთი რომ დღემდე გახსოვს. ხო, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თითქმის ყველა მარათონს ან გრძელ მანძილს, ანუ იმდენი ხანი გიწევს სერბია. რაღაცა აუცილებლად ხდება, შეიძლება მე რაღაცა გახსოვს და რაღაცა არ გახსოვს. მაგრამ ოლიმპიადას ანუ ისეთი ყველაზე გარდამტეხი რაც იყო საინტერესო ჩემთვის, ოლიმპიადა იყო, იმიტომ რომ რიოში ოლიმპიადაზე საკმაოდ ძლიერი წვიმა იყო რეისის დროს და 25 კილომეტრზე ან 23 კილომეტრზე გავჩერდი. და ვთქვი რომ აღარ შემეძლია სერბია. და უბრალოდ ალბათ უფრო 25 კილომეტრი იყო, იმიტომ რომ მამაჩემი ანუ იდგა წყლის პუნქტებთან, სადაც წყალს მაწოდებდა, ის შენი ინდივიდუალური წყალი გაქვს. ასე ვთქვათ, ნაპიტოკი, რომელიც შენზეა მორგებული და ამას მამაჩემმა მომაწოდა. იყო რომელიმე 10 კილომეტრი, როცა ვერ ავიღე ჩემი წყალი და გვერდზე მორბენალი ჩემთან ერთად რომელი გუნდის დარბოდა, რომელიღაცას ვთხოვე რომ დალევ, მეც მომაწოდა მეთქი და მომაწოდა ამ თავის წყალი. რო დაულიე წყალი ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. ანუ რაღაცა უცხო წყალი მივიღე.
და ეს რამე იყო, ნუ გარეული თუ ბოლწყან. არა, ყველას თავის ნაბედოგი აქვს, ყველაზე აზრიც არის მიჩვეული ეს როგორც გელები, ესეა წყლები ოღონდ გახსნილი რაღაც ფხვნილები. და ნუ როგორც გელმა შეიძლება შენზე ცუდად იმოქმედოს, ესე ცუდად იმოქმედა ძალიან ჩემზე და ეს რაღაც ღვიძლის გამო მივიდა გვერდზე. და 25 კილომეტრამდე მივიტანე როგორღაც თავი. და მამა ჩემს ხარ რომ აღარ შემიძლია ცუდად ვარ ფიზიკურადაც ესე მეტყობოდა ფიზიკურად გამოსული იყო. ძალიან ცუდად ვიყავი და ახლა ოლიმპიადაზე გაჩერება რაღაცა ისეთი იყო ჩემთვის, მაგრამ ნუ რო აღარ შეგიძლია ადამიანს. და მამა ჩემი მახსოვს, მივდიოდი ესე უთხარ რომ გავჩერდები და მივდიოდი და დაახლოებით 300 მეტრის შემდეგ დამეწია სირბილით. და ვიღაცისთვის გამოურთმევია ტკივილი გამოყუჩებელი, უკითხავს და ვიღაცა მისცა ტკივილი გამოყუჩებელი და ეს ტკივილი გამოყუჩებელი მომცა დალიევდა და დაახლოებით 200-300 მეტრი ვიარე. მე გადავედი ძუნძულზე და დავამთავრე ოლიმპიადა 71 ადგილით, რომელიც დღემდე. ანუ ამ ყველაფრის მერე კიდე 71-ზე გავხდე. თითქმის ყველა მისწრებდა უკვე მაგ პერიოდში და ხო, ნახევარზე მეც შემდეგ ნუ ამ ტკივილი გამოყუჩებელმა იმუშავა, როგორც ჩანს. და დაახლოებით ერთი თვე საერთოდ ვარ ჩოვდი მე ეს გაყუჩებული ტრამვით ვირბინე და მე რო გაიარა გამოყუჩებლის ეფექტმა. ხო, ეს იყო ალბათ ის რომ აი მამა ჩემმა გადაწყვიტა ჩემი ოლიმპიადის ბედი რა ესე. იქ რომ მამა ჩემი არ ყოფილიყო მე ოლიმპიადას ხო. ეს რაღაც ტკივილი გამოყუჩებელი იშოვა, დამეწია, იქ რეისე მომცა და ხო ისეთი საინტერესო ის ხო რომ მამა ჩემი რო იმ მომენტში იქ არ ყოფილიყო 25 კილომეტრზე კონკრეტულად ოლიმპიადას ასე ვთქვათ ვერ დავასრულე. ის უნდა მეკითხა ახლა მაგრამ უკვე თქვი, მაგრამ მაინც კიდევ გავიმეოროთ, რომ რისთვის ემზადები ახლა თქო და უნდა მეკითხა და წეგან გითხარი რომ ემზადები უკვე სექტემბერი ან ოქტომბერში სექტემბერში შემოდგომის და ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი რომელ კონკრეტულ მარათონზე წავალთ ჯერ არ ბერლინი და ჩიკაგოა ეს ხო დიდი ალბათობით რომელიც გადაწყდება აქედან ერთ-ერთი მაგრამ არის კიდე რამოდენიმე მარათონი რომელთაც შეიძლება შეიცვალოს ის ნუ ამის მენეჯერი თელი საფხული ანუ ამისთვის უნდა საზაფხულო პერიოდი არის მოსამზადებელი როგორც ზამთრის პერიოდი და შემოდგომა და გაზაფხული არის მარათონის სეზონი სადაც ყველაზე ისეთი კარგი მასშტაბური და ძლიერი სწრაფი მარათონები ტარდება ნუ სექტემბერი ოქტომბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პოპულარული თვეები მარათონული სერბილისთვის ყველაზე ისეთი კაი კლიმატია არც ცივა არც ხელა და ყველა ძლიერი მარათონი თითქმის მაგ პერიოდშია ასევე როტერდამი, რაღაც ფრანკფურტი ძალიან ბევრი კარგი მარათონია. გადაწყვეტავენ მენეჯერები მე ის მაქვს მხოლოდ დღევანდელი გეგმა რომ ნუ ვარჩიო გეგმით, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერზე იქნება გათვლილი. მე და გოგა ყოველთვის სამთო გარბენებზე ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და ეხლა გადავწყვიტეთ რომ 2027 წელს ჩვენს ვირბენთ ნამდვილ მარათონს. მე არ მირბენია ჯერ მარათონი და ძალიან საინტერესოა გირჩევთ. ხო, თან მინდა რომ კარგად მოვემზადოთ და ისე გავიდეთ. გაქვთ კონკრეტულად მარათონი არჩევი? კი, უკვე ვიყიდეთ კიდევაც ედინბურგში. გერმანიაში, ხო? არა, ბრიტანეთში. ედინბურგი ბოდიში. შოტლანდია. ეს ამოჯერეთ. ძალიან კარგი. შოტლანდიაში. ედინბურგის მარათონი არ გამიგია სხვათა შორის. ხო, ჩვენ ვიდეთ უბრალოდ და შოტლანდიას ვიზა უნდა, ხო? ხო. ევროპაში რატო არა? გააქვთ ვიზა. გვაქვს, მაგრამ გაუვიდა ვატაპარა წესით მე მოგცემ. მე ევროპაშიც ვიზამთ, ჯერ ამას ცდით და შოტლანდიის გამო. ხო, შოტლანდიაში გვინდა და მაგიტომ წავიდით ბარემ მარათონის რა. ყველაზე კარგად ხო მაშინ ნახულობ ქვეყანას, სადაც დარბი ხარ. ჩვენ ეგრე ვნახულობთ ქვეყნას, რომ სირბილით მე საერთოდ არ მახსოვს ხოლმე, ანუ რასაც ვირბენ ის რა რეისი არა. ისე რომ მიდივართ ხოლმე დასვენებად. ეგრე კი. უკვე შემოვირბენთ თან მალე თორე ესე დისტანციის დროს როცა მარათონს დარბი ხარ, აი 42 კილომეტრზე დარბი ხარ და რაღაცა ერთი რამ მონაკვეთი არ გაგახსენდება იმის. მე ყოველ შემთხვევაში ფოტოებში ნახულობ ხო? ხო, მე ნახო თურმე სად გამირბენია და რაღაც კი ეგრე არის. სალამაზი ყოფ. მაინტერესებს კიდევ აპირებ თუ არა კიდე აპირებ თუ არა ოლიმპიადაზე გასვლას. ეს ოლიმპიადაზე გასვლა ესე დაპირებაზე არ არის, რა თქმა უნდა, მაგისთვის ემზადები, ანუ ყველაზე დიდი მწვერვალი სპორტსმენისთვის, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ექვემდებარება ამ სპორტის სახეობებში,
ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი არის ოლიმპიადა. ამიტომ ყველა სპორტსმენისთვის აუცილებლად ყველაზე დიდი მიზანი არის ოლიმპიადაზე მოხვედრა და შემდეგ უკვე გარკვეული შედეგის დაფიქსირება ოლიმპიადაზე. ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც სხვა ნებისმიერი სპორტსმენისთვის, ასევე ჩემთვისაც ოლიმპიური თამაშები არის ყველაზე ისეთი მწვერვალი, რომლის დალაშქვრაც მინდა და რა თქმა უნდა, ჩვენ გრძელვადიან პერიოდში ეს ოლიმპიური თამაშებიც არის მოაზრებული. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ეს გრძელვადიანი მომზადების პერიოდი, იმიტომ რომ ეს მარათონი მოგეხსენებათ ისეთი დისტანცია, რომ ეს ყოველ თვე და ყოველ კვირა ვერ დარბიხარ, წელიწადში თუ გინდა რომ რაღაც მაქსიმალურ შედეგს მიაღწიო, წელიწადში ორჯერ დარბიხარ. ამიტომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ხდება ასეთნაირად, რომ პირდაპირ აკეთებ ლიცენზიას, შედეგით ანაგროვებ ქულებს და ამ დაჯამებული ქულებით შემდეგ შეიძლება რომ ოლიმპიადაზე მოხვდე. ამიტომ ჩვენ ვცდით ასევე როგორც ოლიმპიადაზე პირდაპირ წესით მოხვედრას, ასევე ქულების დაგროვებას. ამიტომ დაგეგმილი გვაქვს ეს ყველაზე სწრაფი და ისეთი ძლიერი მარათონები, სადაც მაქსიმალურ ქულებს დავაგროვებთ, რომ შემდეგ ოლიმპიური თამაშებებიც გვეყოს. ეს ქულები ალბათ ისე არის, როგორც თქვა UTMB-ზე რო ის თოუნებია და ასე შემდეგ, ეგეთი ქულები აქვს. ყველა გარკვეული შედეგი გაძლევს თავის გარკვეულ ქულას, მაგრამ მარათონზე ანუ ვთქვათ 100 მეტრზე ანუ 200 მეტრზე არის 7 და 8 შედეგი ჯამდება და ამათი ქულა უნდა აღემატებოდეს იმ სტანდარტს, რაც ოლიმპიური დადგენილი ქულაა რაღაც და მარათონის შემთხვევაში არის 2 საუკეთესო შედეგი ჯამდება შენ. ამიტომ ვეცდებით რომ 2 უძლიერეს შედეგი გქონდეს ოლიმპიადამდე, რომელიც ჯამიც დაექვემდებარება იმას, რომ ოლიმპიური ლიცენზია შევასრულოთ. მე არც ვიცოდი, რომ საქართველოს სახელით ვინმე იყო გამოსული და მანამდე არავინ. ანუ ისტორიაშიც პირველი ხარ, ხო? ძალიან მაგარი. და მარათონზეც დავბრუნდეთ ახლა, რომ აპირებ შემოდგომას, რა შედეგის დამყარება გინდა, რისი გაუმჯობესება გინდა. და რავი, თუ გაქვთ ესე ახლა წინასწარ რამე რისთვისაც ზუსტად კონკრეტული რამე თუ გაქვთ, ბატონო, ეს კონკრეტულად რაღაც შედეგის მერყეობა, ანუ ესე ვთვლით ხოლმე, რომ ვარჯიშები გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაგეგმო შენი შედეგი. ასევე ტემპი. ანუ თუ ტემპი დაგეგმილი არ გაქვს, შენი ფეისი, ასე ვთქვათ. შენ რაღაც გარკვეული შედეგი თუ გინდა, მაგალითად 2:10 ან უკეთესი შედეგის გაკეთება, შენ უნდა იცოდე დაახლოებით რა ტემპში დაიწყო 10 კილომეტრი, 15-20 და ასე შემდეგ ნახევარი, ხო? ამ ყველაფერს საშუალებას გვაძლევს ვარჯიშები, რომელიც, შემდეგ გეგმავს ამ შენ ფეისს, რისთვის ხარ მზად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ შემდეგი მარათონი იყოს ჩვენი საუკეთესო შედეგი. ყველა მარათონისთვის და ყველა მარათონული მოსამზადებელი პერიოდი არის გათვლილი ამაზე, მაგრამ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, რომ რაღაცა გარემო ფაქტორები არის ხელშემშლელი, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. იმედია, ეს ხელშემშლელი ფაქტორები ამჯერად ხელს აღარ შეგვიშლის და რაღაცა მივალთ შეჯიბრებამდე ისე, რომ ჩვენი საუკეთესო შედეგისთვის ვიყოთ მზად და მერე უკვე ის კონკრეტული დღე გაჩვენებს ყველაფერს. ისე არ არის, რომ მარტო მოემზადო, შეიძლება მზად ხარ, მაგრამ მარათონი ისეთი დისტანცია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომ შეიძლება ხარ გარკვეული რაღაცა სასწაული უძლიერესი და შენი საუკეთესო შედეგისთვის მზად, მაგრამ არსებობს მაგის გარდა, რომ შენ ხარ მზად, კიდევ რამოდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს. ეს არის ამინდი, ეს არის ქარი, სიცხე და ასე შემდეგ, რასაც ვერ შეცვლი სამწუხაროდ და შეიძლება ეს წყალში ჩაგიყაროს მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ თუ მზად არ ხარ, სულ რო სათბური პირობები შეგიქმნას, მარათონმა მაინც შესაბამისად ვერ იბნ. ამიტომ აუცილებელი პირობა იყო მზად და მე უკვე პატარა გამართლება გჭირდება იმ დღეს, რომ ამიდმა შეგიწყოს ხელი. დანარჩენი უკვე შენზეა დამოკიდებული. იცი რა, სამთო გარბენებზე ვიცი, როგორც ჭამთ.
ხან გელს იღებ, შეიძლება ვიღაც მარტო სითხის სახით იღებს, ვიღაც საერთოდ მყარკვებით და ჩერდებით, სამთო გარბანზე შეიძლება გაჩერდა, შეიძლება აღმართზე შეჭამა და შემდეგ. თქვენ როგორ იკვებებით უშუალოდ, ანუ ხო რაღაც ხო იღებ ყველა ვარიანტში 52 კილომეტრი. დისტანცია დროს კი, ანუ არიან მორბენები, რომელიც მხოლოდ გელებს იღებენ, ანუ არის პუნქტები, სადაც შეგიძლია აიღო ანუ შენი წყალი, ან გელი, ან წყალზე მიკრული გელი და ანუ არიან მორბენები, რომელიც ხშირად იღებენ გელს, არიან რომელიც საერთოდ არ იღებენ. მაგრამ ეს თვითონ სითხე, რომელიც შენი ინდივიდუალურ ვარჯიშებზეც აუცილებლად გატესტილი და ხო ეს ანუ აუცილებელი პირობაა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მსოფლიოში აღიარებული რაღაცა სითხე, რომელიც შეიძლება მიიღო, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შენზე კარგად იმოქმედებს. ამიტომ აუცილებლად გატესტილი და ეს ვარჯიშებზე, რთულ ვარჯიშებზე და სწრაფ ვარჯიშებზე გატესტილი სითხე უნდა იყოს. დანარჩენი არის უკვე ანუ ორგანიზმზეც დამოკიდებული, ითხოვს თუ არა გელს, იმიტომ რომ ეს სითხე უფრო მარტივად ადაპტირდება ორგანიზმში, უფრო მარტივად და უფრო სწრაფად გაძლევს ენერგიას, გელს უფრო დიდი პერიოდი ჭირდება, მაგრამ შესაბამისად უფრო დიდი ხანგრძლივი პერიოდით გაძლევს ენერგიას. ანუ ეს ყველაფერი თან წყალიც ჭირდება ხოლმე გელს. ხო, ამიტომ მიკრული აქვთ ბოთლზე, მიიღებენ გელს და შემდეგ აყოლებენ წყალს. მაგრამ ხო, ესეც ასე ვთქვათ ინდივიდუალურია. მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტარტამდე კვება, ეს რაღაც ერთკვირიანი პერიოდის კვების პერიოდი, იმიტომ რომ ორგანიზმი უნდა დააბალანსო და მიიყვანო ან მზად ყოფნამდე, რომ იმ დღეს იყოს მუშაობისთვის მზად ორგანიზმი, არც უნდა გადატვირთული იყოს, არც მშიერი უნდა იყოს და ესეც გარკვეული რაღაცა დიეტებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ რთულია სხვადასხვა. ხო, კვება ზოგადად ძალიან რთულია. ხო, თუმეტეს მარათონი ისეთი დისტანციაა, რომ 35 კილო, 30 კილომეტრის შემდეგ საერთოდ ორგანიზმს რესურსი ეწურება, თავიდან ბოლომდე ეს რესურსი უკვე ამ შენი რაღაცა შენი ორგანიზმიდან რაღაც ამ გავლილი კვებით, თერაპიიდან გამომდინარე, კიდე საიდანღაც მოგაქვს და ბოლომდე ჩაგაქვს თავი და საკმაოდ რთულია. ნამდვილად. ერთი კითხვაც დაგისვამ ბოლო კითხვამდე. შენი პერსონალური რეკორდი რაც არის 2 საათი 11 და 48 წამი. რამდენი პეისი გქონდა, ხო მითხარი? 3 წუთი და 6 წამი. ოიმე. და მე რაღაც 6 და რაღაცით ორმოდი ხარ ზლობის მერე და პულსი მქონდა 200-ზე და ცუდად ვიყავი რომ მოვედი და 3 და 6-ით ერთხელ ერთ მაინტერესებს თუ გავირფენ რაღაც 50 მეტრს მაინც მაგით. ხო, 3 და 6 დაახლოებით 20 კილომეტრ/საათ. 3 და 0,6 ხო? 3 წუთი და 6 წამი. სიგიჟეა. 3 წუთი და 6 და 3 წუთი და 7 წამს შორის რაღაც შუალედი. 2 საათი და 11 წუთი. ანუ ეს იმას ნიშნავს, ვინც არ იცით პეისები, რომ 3 წუთში გადის 1 კილომეტრს, ანუ 1 კილომეტრს ფარავს 3 წუთში. ვინც ვერ ხვდება ახ პეისებს, ყველა მორბენალი არ მიყურებს. არიან, ვინც ვერ ხვდება, ისინი 2 წუთში ზარბიან ზოგადად საქართველოში. როგორც ხდება ხო? აი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვა. კარიერას რო დაასრულებ. რა გინდა, რომ დავით ხარაზიშვილის სახელთან ასოცირებული იყოს? სიმართლე გითხრა, არ მიფიქრე ამაზე და ძალიან საინტერესოა. ეხლა რომ დავფიქრდე, ესე შეიძლება რაღაც პერიოდის მერე დავფიქრდე და კიდე შემიწვალოს აზრი. მაგრამ ესე რო გიპასუხო, ალბათ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, რაც სპორტში ვარ, პროფესიონალურ სპორტში, იმას ვცდილობ, რომ ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო ფარგლებს გარეთ და რაღაც ჩემი ქვეყანა წარუადგინო ღირსეულად და წარმატებით. ალბათ გამიხარდებოდა, რომ ჩემ შვილებს ეტყოდნენ, რომ მამა შენი ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო და ამასთან ერთად ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან ბევრი რამე გვასწავლა, იმიტომ რომ სულ ვცდილობ, რომ ვიღაცებს რაღაცები ვასწავლო. ძალიან ისე ვარ ხოლმე თავშეკავებული ამაში, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ისე გაიგოს, რომ იცი რა, ჩემზე მეტი იცის და რაღაცას მასწავლის. მაგრამ თუ ვინმე მეკითხება აზრს, მაქსიმალურ ვსვდებ ამაში, რომ ჩემი მაქსიმალური ცოდნა გაუზიარო, იმიტომ რომ
ვთვლი რომ საკმაოდ ბევრი და დიდი ცოდნა დავუაგროვე ამ წლების განმავლობაში და მინდა რომ ჩემო მომავალმა თაობამ იმ ადამიანმა ვინც დაინტერესებული ამ ყველაფრით ეს ცოდნა გაიზიაროს და იცოდეს ყველაფერი. ამიტომ კარგი მასწავლებლის სტატუსი რომ მქონდეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ალბათ. დაინტერესება და ეგრეც იქნება. დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა დავით რომ იყავი დღეს ჩემი სტუმარი. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და ბევრი რაღაც გავიგე ისეთი რაც არ ვიცოდი შენ შესახებ და ზოგადად სად შეიძლება რომ ხალხმა თვალი გადევნოს ეგეც რო უთხრათ მაყურებელს, ვფიქრობ საინტერესო იქნება. ხო, ანუ ზოგადად არასოციალური ადამიანი ვარ ცოტა. ხო, იმიტომ რომ ამ რაღაც ძალიან პოპულარულია დღესდღეობით ეს რაღაც ტრავმა და ამ შემდეგ ხო, იმიტომ რომ ანუ ყოველთვის ჩემ ძირითად ვარჯიშებს ტრავმა მაქვს, იტვირთება ავტომატურად, მაგრამ რუკა არ ჩანს არასდროს. ხო, ხო. ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი ვარჯიშები ანუ ცოტა სხვანაირად არის დაგეგმილი და სტრავაზე ცოტა სხვანაირად ჩანს. ანუ ისე გამორიცხულია რომ ადამიანმა და შეუძლებელია გაიგოს, რაც რეალურად იმ დღეს იმ ვარჯიშზე გავაკეთე. ამიტომ შეიძლება ვიღაცა შეცდომაში იყვანოს ამ ყველაფერმა. მაგრამ ნუ ჩვენი ვარჯიშები ღიაა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს ან შემოგვიერთდეს ვარჯიშების. მაშინ სად მოვიდეს ევდროთ? ხო, ესეც ინდივიდუალურად იცვლება, ჩემი გულით და ჩემი სოციალური ქსელიც ღიაა ყველასთვის და შეუძლია ყველა ადამიანს ნებისმიერ დროს შემომეხმიანოს. არის ის ფაქტორები ხშირად მომისმენი არ მოუწერეთ, რომ ძალიან მერიდება და აი რაღაც კითხვა მინდა. არა, ძალიან მსიამოვნებს, მე ხარია თუ ვინმე რამეს მეკითხება, რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ჩართული იქნება ამ სპორტში და ზოგადად სირბილში, მე ძალიან მიხარია და მაქსიმალურს გავაკეთებ ყოველთვის და ვესწრები რომ ყველას მხარი დაუჭირო, დავეხმარო, ვასწავლო და ასე შემდეგ. ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ნებისმიერ დროს შემეხმიანოს, ნებისმიერი კითხვა დამისვას, მე ეს მარტო მსიამოვნებს და არაფერი სხვა. მაშინ აღწერაში დავდებ შენს Facebook-ს და Instagram გვერდებს და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიწევათ დავით. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ.